მაშინ. ხო გესმით მარტო იყო იქ ძნელია ეს გადაწყვეტილების მიღება და მაგრამ ახლა ხომ მარტო არ არის, დამკურნალობის საშუალებაც გქონიათ. დარწმუნებული ვარ, გულშემატკივრების უამრავი რაოდენობა გეყოლებათ ბოლო-ბოლო, მათ გამო მაინც შეგიძლიათ რომ ჩაიტაროთ ეს კურნალობა. ვიფიქრებ. კი ბატონო, მაგრამ იცოდეთ, დიდხანს ფიქრის დროს ვერ მოგცემთ. არ დამჭირდება, დამჭერეთ. კი ბატონო, ხო ადილით გელოდებით. ბიჭო! რა ხჭირს? სერიოზულად აშინელი არ მოიქცე? აუ ერთი კასპერასთან ჩამაგდო და მანახა როგორ მიაკაჩავებს იმ კაცს რა. არავის არ მიაკაჩავებს რა, დაილაპარაკებენ და მორჩება რა. გინდა 5 ლარზე დაგენით ლავები. სერიოზულად რა. გამარჯობა ბოდიში დამაგვიანდა. რაკეთ? ხო გაეცანით ახალობა? დავათვალიერეთ რაღაც იდეებიც გაჩნდა რა ვიცი. ძალიან კარგი. საინტერესოა ეს ყველაფერი მე მომიყევით. იცი რა არის? ჯერ აქედან დავიწყოთ, მე ნომრებში შევიდეთ. სხვათა შორის იცი ვიცი მე სად რა როგორ რანაირად უნდა იყოს. მაგრამ მე თქვენი იდეების რომ მომაწოდოთ, ყველაფერი კარგად იქნება. რა ვქნათ? კი ბატონო, თან გაუზომავთ ბარემ რა. მაშინ იცი რა უკვე. აი აქედან დავიწყოთ. აი კარგი. მე გადავჭა. გაიგებ. კიდე რო არ მპასუხობს რა. აუ 3 წუთიც გელოდები რა. ვაით. დედას გიტირებ რა, დედას გიტირებ, შეახვანო შენ რა. ბატონო? არა, დიდი ბოდიში, უბრალოდ ხმამაღლა ვფიქრობდი, ან თქვენთვის არაფერი თქვენთან ძალიან შერწყმული ვარ. არ ვიცი რა დამემართა, როგორც წესი კარგად დამყავს. არა უშავს, ხდება ხოლმე რა. ძალიან წხვარ. ლაკავ. თქვენ როგორ მოგმართეთ? კასპერა. ძალიან სასიამოვნოა. ჩემთვისაც. დიდკაცად ხარ დაბადებული სვიად. დიდკაცად. მენეჯერის ასისტენტი. ეძებთ იმას? არა, აქ ჩემი კომპანია ავიჩს აკეთებს და რაღაცებს ავთვალიერებ. გასაგებია ბატონო. ჩემი დახმარება ხომ არ გინდათ? ჯერ არა, მაგრამ თუ დამჭირდით დაგიძახებთ. ეს ყავს აპარატი ვისია? ყველასი. ჩემიც? ხო. დაიწყე რამდენი წინა. აი მესმის ობიექტი.
შენ კიდე მუშაობ და მუშაობ, ხო? აი, მიყავა მოგიტანე. მადლობა, მაგრამ ამდენი რა გინდა? არის საშუალება და. რა სათხარ, ბიჭო, ნახევარსათია გირეკავ და გეძახი. მოდი რა იმუშავე რა. ტელეფონი დამიჯდა, მაგრამ ისეთი მაგარი საქმე გავაკეთე, რომ ორივეს გავგიხარდება. აუ მითხარი რომ ტუმბოები გაზომე რა. არა, ეგ დამოვიწყდა. აბა რა გააკეთე? ერთ-ერთ ოთახში სულ თაზა ლეპტოპი გავაძრე. მე რაღა მერე? ხო იცი ახალი ლეპტოპიდან ახალი ტელეფონი დადებული ბილეთები რა მაგრა დამართლებს. რას ბოდია? რას ბოდიალობ? მოგებული პულტი რესტორანში რო დაგპატიჟებ, მერე მადლობას მეთქვი. თან ისეთი ბილეთი მივეცი, შანსი არა არის მუშაოს. და მანამდე შენ რო იმუშავა, არ გინდა? არ მინდა. მაგრამ მე ვინ მეკითხება? კეთილი გამოსავალი წამორა. მოგში. ძალიან მაგრა ვიცი უკვე მათემატიკა. მამიკო, 1-2 მაგალითს გაგეკეთებინა რა. მაგრამ ჩემი ტიუჯერ ძალიან ორჩია. არ შეიძლება მისი ასე გადაღლა. თან დღეს ისტორიაში ტესტი მქონდა და ის დავიღალე. და როგორ დაწერე? ძალიან კარგად გადასარევი. აი ყველაზე მაგრად. რა იცი? გრძნობ? მეც გძნობ რაღაცას. რა? აი დედიკო თუ გამოგხედავს, მე რა გეტყვით? დე. მამა რაღაცას გრძნობს. დედო! მე ბოდიში მთელი დღე რაღაცაზე ვფიქრობ და მაგრამ რა ხდება მშვიდობა? კი. მაშინ გითხარი, ყველა მქოთ რაღაცეები. აი ბებო მამა და გეტყვით, კაი? ბებოს ეხება? არა, მე მეხება, ну ცოტათი ბებოსაც. სადაა ისე მართლა ჩემი საყვარელი სიდედრი? რაღაცა უნდა ვახარო. ჯერ შენ საყვარელ ცოლს რო ახარო არ გინდა? ძალიან დიდი შეკვეთა ავიღეთ. იგუზარმაზარს ასტუმროს უკეთებთ აბსოლუტურად ყველაფერს რა. ჩასაშენებელი გარადებით დაწყებული, მაგიდებით დავთავრებული. აუ რა მაგარია. ხო, მაგრამ ეგ ჯერ ყველაფერი არ არის. აი მითხარი რა, ნუ მაწვალებ. აბა თუ გამოიცნობ, ვინ არის ამ ყველაფრის ბოსი? შენ? რა თქმა უნდა. რა მაგარი ბიჭი ხარ შენ იმსახურებ ყველაზე გემრიელ სადილს. თუ ჩემებურა ჩემწვარი კარტოფილი. აუ კი რათო. არ გეზარება იმდენი საჭმელი გვაქვს. მა, ჩემებურა ჩემწვარი კარტოფილი. აბა რა, წამო. რა ხდება მანდ? აი მანდ. არაფერი. და შენსკენ? რა ჩემსკენ? რაღაცა მეჩვენება რომ დაბნეული ხარ მოწყენილი. არა, შეიძლება მეჩვენება, მაგრამ ხო ვიცი დედის თვალს ვერაფერს გამოაბარებ. არა დედა. არ გეჩვენება. ანუ არაფერი, არ გეჩვენება. მე ვიცი მოწყენილობის წამალი. მე რომ მოწყენილი ვარ, ბაღში ჩავდივარ და ვსეირნობ. წამოდი ბაღში გავისეირნოთ, მე შეიძლება დავილაპარაკოთ კიდე. აუ დედა. დილიდან პირდები. იცი რა სილამაზეა? ვიცი, დარწმუნებული ვარ. არა, საკუთარი თვალით უნდა ნახო. წამოდი ადექი, ნუ ხარ აი ხო, აი. ვაჰ. რა გჭირს? როგორ თავრუდა მე ხომ მგონი ძალიან ჩქარავდა კი. ან ჰემოგლობინი გაქვს დაბალი, არა დარწმუნებული ვარ, ხილს საერთოდ არ ჭამ. კარგი ჯანდაბას ბაღი ხვალ ნახოთ, მიდი წამოწექი, მოდი. არა, მოდი ოთახში ავაღრა და ჩემთან წამოვწვევი, მართლა რაღაც ვერ ვარ კარგად. კაი? კაი. მიდი. დილით ხილის წვენს დაგახვედრე. მადლობა. კობა ყოჩახ. ასე გემრიელა ჩემწარი კარტოფილი ჯერ არ მიჭამია. ხო ჯობია ამერიკულ ფრისბე. აბა რა, ბებო. ხო ძალიან მაგარი მამა ყავს. ძალიან. კარგი, ჩემსვა უკვე ამას მივაბარაკოთ, ჩემს თავში ამივარდება. კაი. და ისე რო აბობდი, ბებო რომ მოვაო რაღაცას გეტყვით თუ რაღაცა. რა ხდება? სანამ დედა არ მოვა, არაფერს არ გეტყვით. აქ ვარ. მოკლედ.
ჩემო უფროსმა რუსამ ხომ ითხრა ახალ ფილიალს ხსნიდა იმის უფროსი შენ მინდა იყო. ხო და აღარ გამოვიდა. ვისთან ერთადაც უნდა გაიხსნა ახალი ფილიალი, იმან უარი თქვა და გაქრა. ხო და მე ესეთი რამ ვიფიქრე. დე ის ფული შენ რომ მოგვეცი, მართლა შემიძლია ისე გამოვიყენო როგორც მჭირდება? ის ფული? არა, თუ რამეში გჭირდება, იცოდე ჩათვალე არ მithქვამს. არა, ყოფნის? კი, 60,000-ია საჭიროს. ხო და გილოცავ. მართლა და ხო გითხარი, დე ის ფული შენია. აი თეთრ სამასქვი. ილოც. ჩემ ბიზნესვუმენა. ეს კი არა ბებოს უნდა აკოც. ვაი, ვაკოცე, მამიკო. აბა, რას ვიზამ? ბებო, შეიძლება მის ძალიან მაგრად გაკოცო. ძალიან შეიძლება. ეთერზე წერა ხო იყო მოსული, მე ვერ მოუსწარე. არა, უი, რა რაღაც გიშლება ნუნუ. ვაიმე დედიკო. ვაიმე ქეთი ხარ დაიწყო რომ ორსულად ხარ და რაღაც ისულელეები. არ მელაპარაკო მაგ. კი ბატონო, არ ხარ არა. ლეპტოპი დაიკარგა ობიექტი. რა ლეპტოპი? Your easy love. Oh my love, where have you gone? How I'm on that day I lost your easy love, and I want your easy love.